მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენი ტრადიციული გაშლა, ანუ პროგნოზი მომდევნო კვირის და კიდე დღეს გვექნება სურვილი ჩავიფიქროთ ჩვენ. ნახოთ აბა თუ ასრულდება, მაგრამ ჩავიფიქროთ და პერიოდიც მე თქვენთან ჩავთქვით. ეხლა ვნახოთ ვისთვის იქნება დღევანდელი გაშლა, ჩვენ როგორც ყოველთვის ტრადიციულად განვიხილავთ სამ სფეროს, ანუ საქმიანობას, ფინანსებს და ურთიერთობას, ხო? და ვნახოთ ეხლა ვისთვის იქნება ეს გაშლა. კიდევ ვნახოთ ეხლა რა ენერგიებში უნდა ვიყოთ მომდევნო კვირაში. კარგად ავდეს. რა ენერგიებში უნდა ვიყოთ, რომ ყველაფერი კარგად იყოს, ხო? შევხედოთ რას გვეტყვის ჩვენ დარო. Так, და კარიერაში ვნახოთ, კარიერა, საქმიანობა, ბიზნესი, ვის რა გაქვთ, ხო? თქვენ მაგაზე ფიქრობთ ახლა და მაგი უნდა ჩავთქვათ თქვენ. პრინციპში ახლა ხო რა, ვნახოთ ახლა თქვენთან რა ხდება, რა იქნება. სულ უყურებ რომ სწორედ იყოს ეს მაგიტა. Так, ვნახოთ იცით, კაი, იყოს აი ესე რა ენერგიები და მოდით ასე მითითებასავით ავიღოთ ჩვენ აი ამ თემაში. ხო რას უნდა თქვათ რამე ისეთი დაროსგან რჩება. კიდევ ვნახოთ ახლა ფინანსებშიც იგივე ვნახოთ. ცოტა ასე გავაკეთებ. так. მოდით და ასე კარგად რომ დაინახოთ. და ფინანსებშიც იგივე გავაკეთოთ ჩვენ, ვნახოთ რა ენერგიები იქნება, რას მივაქციოთ ყურადღება აუცილებლად და აქაც ავიღოთ რჩევა ჩვენ, ხო? და ურთიერთობაზეც რა თქმა უნდა და პლუს კიდე ხა სურვილიც არ დაგვავიწყოს. სად მთელი დასტა და ამივარდა რაღაცა ჩქარობს თქვენთან ძალიან ჩქარობს. ვიღაცასთან ჩქარობს თქვენი მეფე. ნახოთ ეცი მაპატიეთ, ავიღა. დროის დასტა დაგჭირდება, რაღაც ძალიან მაჩქარებს რა. და კარგით, აბა ვნახოთ ურთიერთობაში რა ხდება. მომდევნო კვირის განმავლობაში რა არის. და რჩევაც ავიღოთ და რა თქმა უნდა, ეხლა სურვილი ჩაიფიქროთ. აიღეთ ეხლა თქვენი პერიოდი. აგისრულდება, ხო? აი ესე. всё, დავიწყოთ ეხლა ჩვენ პირველ რიგში. ვისთვის იქნება სხვათა შორის, იცით როგორ ხართ ეხლა თქვენ? აი ძალიან კარგი ენერგია სხვათა შორის, ძალიან კარგი ენერგია, რაღაცა მშვიდი ენერგია. ანუ პრინციპში შეიძლება ხა ვინც ახლა უყურებს, ხო, რელაქსი გაქვთ, ახლა შედასვენების დღეა, ხო? მაგრამ ნახეთ, თქვენ აი ნახეთ, ყველა არ ავიღე რაღაცა მე სურვილიც დღეს მაინც და მაინც ხო, რამდენი ხანი არ აგვიღია ჩვენ ახლა სურვილის ასრულებაზე და ეთყობა გააქვთ თქვენ, შეიძლება თქვენ ანგელოზებს ელაპარაკებით, რომ და გთხოვთ, რომ აი მაჩვენე რა სამომავლოდ, აი რა მელოდება, რა იქნება. ანუ შეიძლება რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი იყოს, ანუ გაქვთ სურვილი, ხო? და ფიქრობთ, აი ასრულდება, არ ასრულდება, იმიტომ რომ თქვენ მაგას ნახეთ გულწრფელად ეხვეწებით, შეიძლება თქვენს ანგელოს, აქაც ნახეთ როგორ მუშაობს დასტა და ანუ ეს დიდი ხნის სურვილია სხვათა შორის, აქ რაღაცა გაქვთ თქვენ და მაგრამ უფრო დავუკავშირებდე მაგას, რომ აი გაინტერესებთ აი მომავალი, მაგრამ აი რაც ეხება მომავალს რა, ეს კი ჩვენ ახლა მაგაზე ვფიქრობთ ხოლმე რა იქნება, ხო? მაგრამ მომავალი წარმოიდგინეთ არის ყოველ მეორე წუთში უკვე მომავალი, ხო? ამიტომაც ჩვენ პრინციპში კარგია რომ ვიფიქროთ, ანუ აქ და ახლა რა იქნება და ვიცხოვროთ აი ამით, მაგრამ ნუ მაინც ახლა ადამიანები ვარ და ადამიანებს ყოველთვის აინტერესებს, აბა რა იქნება,
როგორ იქნება, მაგრამ ვერ გეტყვით რომ თქვენ ახლა აქ აღელვებული ხართ და ძალიან ნერვიულობთ. არა, კარგი ენერგია, მართლა ძალიან მშვიდი, კარგი, მაგრამ უბრალოდ აი შეიძლება მშვიდადაც ელოდები დავუშვოთ იმ სიტუაციებს, იმ მოვლენებს, რასაც უნდა მოხდეს, მაგრამ ფიქრობთ, შეიძლება ფიქრობთ კიდევაც, აი თუ დავუშვოთ თქვენ რამე ჩაიფიქრეთ, აი აქ მადლიერება სხვათა შორის, მადლიერების დღიურს ვინს აწარმოებს, ყველა ვარიანტში ალბათ იქაც თქვენი საყარალური რაღაცა სურვილები გაქვთ ჩაწერილი. ნუ ნახოთ, კარგით, ახლა ეს რა გელოდებათ თქვენ მომდევნო კვირაში. აქ არის რაღაცა სიტუაცია, ნახეთ, შეიძლება ნახოთ, ახლა დავაზუსტებ კიდე. ფინანსური მდგომარეობა, რომელიც თქვენ გაქვთ რაღაცა ეხლა შეიძლება მტკივნეული, უნდა დასრულდეს წესით. პრინციპში რაღაცა შეიძლება გაქვთ ვალები, ზოგს შეიძლება ელოდებით რამე თქვათ ფულს და არ გიბრუნებ. ნუ აქ კიდე ნახეთ როგორი მომენტი არის. აქ შეიძლება ძალიან გამომწვავდეს პროგრამა ნაკლებობის. ნახეთ, მაგაზე ჩვენ ყველა ტრენინგებზე ვმუშაობთ ხოლმე, როცა მე ველოდები ვიღაცას, როცა სულ რაღაცა მჭირდება, აი ეგეთი რაღაც მომენტებზე, კი. მაგან გამოდიხართ ამ სიტუაციიდან, როგორც გითხარით რა. ანუ თქვენ რაც გულის გტკენდათ, რასაც თქვენ ახლა რაზეც ნერვიულობდით, რა პრობლემებიც გქონდათ, აქ შეიძლება ბევრი იყოთ ან ფინანსურად რა, აქ მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ნამდვილად აი აქ გამოხვალთ ძალიან წარმატებულად ამ სიტუაციიდან. კიდე თუ ავად იყავით დავუშვათ, ხო? და რამე ფინანსურად თქვათ, ნუ არ გქონდათ საშუალება, კი ბატონო, აქაც ნამდვილად თუ სანერვიულო იქნება, მაინც ყველა ვარიანტში გამოდიხართ რა, ან კაიკიმს ნახავთ, ან თუ ფული გჭირდებათ, თუნდაც ახლა რამე ოპერაციისთვის, ხო, მაინც ხმალები არის და აუცილებლად თქვენ ნახავთ ვიღაცა დაგეხმარებათ უეჭველი ამ სიტუაციაში რა. ყველა ვარიანტში. აბა ნახოთ, ნუ რაღაცა ცვლილება ნახეთ, აი ცვლილება მოდის. კიდე ნახეთ, აქ თქვა სხვადასხვა ვიღაცა იგრძნობს ძალიან ცვლილებას თავის პარტნიორთან. შეიძლება თქვენ დაუშვათ გული გტკიოდეთ და ფიქრობდით, რომ დასრულებული მაქვს ურთიერთობა, ხო, ჩემს პარტნიორთან, ან რაღაცა გაუგებრობა, ან რაღაცა ესეთი მომენტები, ანუ არასასიამოვნო, მაგრამ აი აქ სხვადასხვა შეიცვლება ბევრი რაღაცა და თქვენი პარტნიორი დაფიქრდება იმაზე, რომ თქვენი დაკარგვა მაგას არ უნდა, თქვენ ხართ მისთვის მშვენიერიც, კი ბატონო და მნიშვნელოვანი და მთელი სამყარო ხართ მისთვის და ნამდვილად მიხვდება, რომ ან შეიძლება სამსახური ან რაღაცას ელოდება. აქ სხვადასხვა თუ თქვენს გაქვთ, აი ზოგისთან შეიძლება დაბრუნებაც იყოს იმ ადამიანის, ვისაც ელოდებოდეთ კაი ხანი თქვენ. აი ესეთი ენერგიები მოდის. კარგით, ვნახოთ აბა ჩვენ ახლა სფეროების მიხედვით ახლა სამსახურებრივი საქმიანობრივი. ნახეთ ახლა აი ესე ცოტა სიმას ვიზავ. ცოტა რომ YouTube-ს არ უყვარს ცოტა ესეთი ვარსკვლავის ენერგია არის, ხო? ანუ აქ ნახეთ თქვენ რაზეც შეიძლება ბრძოლობდეთ, რაზეც იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი, აი თქვენ ძალიან გაგეხარდებათ რა, ძალიან აი თითქოს რასაც თხოვდით თქვენ უფალს, ღმერთს, ხო, ანუ ყველანაირად აი მოგივათ ძალიან კარგი ინფორმაცია. ეს შეიძლება იყო თქვათ სამსახურზე, ნუ სამსახურზე გვაქვს ჩვენ რა თქმა უნდა. შეიძლება ფიქრობდეთ, ნუ ელოდებოდეთ სამსახურს, ხო, იმიტომ რომ შეიძლება დიდი ხანიც ელოდებოდეთ, ან შეიძლება ფიქრობდეთ, რომ დიდი ხანი მომიწევს ლოდინი, მაგრამ აი რაღაცა კარგი ინფორმაცია მოგივა და ძალიან გაგეხარდებათ, ანუ იმაზე, რასაც დიდი ხანი ელოდებოდეთ. შეიძლება აქ თქვენ დაუშვოთ, აი აქ კიდე ნახეთ რა მომდის, რომ აი კონკურენციაზე, თუ ხა მე საერთოდ არ ვთვლი, რომ რამეში კონკურენცია არის, მაგრამ ნუ დაუშვათ იყოს, ხო, ახლა აქ ყველა ვარიანტში თქვენ აჯობებთ რა, იმიტომ რომ ანუ თქვენ გახდებით ის ადამიანი, რომელიც თქვათ, ნუ სამსახურში სიტყვაზე ახლა თუ იყო თანამდებობაზე გაწინაურება, აქ ეჭველეთ თქვენ უფრო მოგივათ ეს საკარგი ინფორმაცია, რომ თქვენ აგიყვანეს დავუშვოთ, ხო? კიდევ გზავნილები დავუშვოთ თქვენ, შეიძლება იყო გაჩერებული თქვათ, ვერ ნუ არ მოდიოდა, აქაც რაღაც კაი ამბავს
წაიგებ თქვენ და მოგივათ გზავნილიც, ხო? არ ვიცი რატო გადავერთი ახლა გზავნილზე, იმიტომ რომ ახლა აი ფულიზე ტყობა ხელი რომ მიჭირავს აქ გადმოვიდა ინფორმაცია. მაგრამ ყველა ვარიანტში სამსახურს რაც ეხება, ხო? რაზეც აი ნახეთ, აქ კიდე სურვილის ასრულებას ვეტყვი, რომ როცა ვარსკვლავი არის თანმიმდევრად ახლა ორაკულის დასტაში, ხო? ჩვენ გუშინ ტრენინგი მარატონი გქონდა სხვათა შორის ძალიან კარგი. დღეს მეორე დღე იქნება კიდე, ვისაც გინდათ კიდე შეგიძლიათ დაესწროთ ტაროზე და დღეს ტარო მანარაზე იქნება. და იქ უბრალოდ გამახსენდე, რომ ვარსკვლავზე საუბრობდით, მაგრამ ეს არის ორაკული და ეს არის აი სხვაობაზე რომ ვამბობდე ორაკულის და კლასიკის შორის, ხო? აი აქ შეგვიძლია ჩვენ ესეც მივიღოთ, რომ თქვენი აღიარება შეიძლება მოხდეს. ან თუ დაუშვათ რამე პროექტს აკეთებდით, ხო? შეიძლება იყოს სიტუაცია ცოტა ისე დაძაბული და თქვენ ახლა აქ გამოდიხართ გამარჯვებული, იმიტომ რომ გახარებული რაღაცას აი თითქოს აი წინსვლა ნახეთ, ესე იგი აქაც გაგიხარდებათ, რომ რაც განერვიულობთ და თქვენ მოდით რჩევა ავიღოთ, რჩევა რა არის, არ შეგიშინდეთ არაფრის პირი, აქ ყველაფერი შეიძლება ზოგი გეუბნებით, რომ აი ვიღაცის ვარსკვლავი აინთება, თქვა, ვიღაცა გახდება ცნობილი სიტყვაზე, შეიძლება თქვენ ვარსკვლავი მართლა ხართ, თქვა, ან რამე ჯილდოს აიღებთ, ხო, გრანტს აიღებთ, დაუშვათ, ხო? აღიარებას, პირველობას თუ დაუშვათ თქვენ გაქვთ რამე მონაწილეობას იღებდით, თქვა, კონკურსში სადმე, ხო? ან ისედაც რაღაცა ძალიან გაგიხარდებათ, აი ნომერ 1 რო ხარ გამიგეთ და რაღაცა შეიძლება საქმეში, ხო? ან რაღაცას მოიგებთ, ეგაც არ არის აქ გამორიცხული და რამე პრიზ ან ჯილდოს აიღებთ. ესეც რა და რჩევა ისეთი არის, რომ მიიღე, რა ვაფშე რასაც სამყარო გთავაზობს, ყველაფერი მიიღე, იმიტომ რომ შეიძლება აქ იყოს მოულოდნელიც დაუშვათ, ეგაც შეიძლება იყოს, იმიტომ რომ რაინდე მაინც ცოტა ესეთი მოულოდნელი ინფორმაცია, მაგრამ სასიამოვნო, იმიტომ რომ აქ არის თასების რაინდე. მოდით ვნახოთ ახლა ფინანსებში. აქ ნახეთ, ყველა თქვენი სირთულები, რაც იყო ფინანსებზე, თქვენ მაგას მოერევით. აქაც ხო გვაჩვენეს ჩვენ, რომ თუ რაღაცა იყო სიტუაცია, შეიძლება თქვენ ახლა даже იფიქრებთ, რომ რა ვქნა, რა გავაკეთო, ხო? აი ფული მჭირდება იმისთვის, ყველაფრისთვის რა, მაგრამ აქ ეთყობა კვირის ბოლოს ან რაღაც მაინც აი იქნება აქ სხვათა შორის ვიღაცას ან შეიძლება თქვენი მეუღლე დაუშვოთ ახლა რამით დაგეხმარება, თქვათ, ხო? ან გზავნილი მოგივათ რაღაც ეგაც შეიძლება იყოს, მაგრამ ის რომ თქვენ ნახავთ გამოსავალს, თქვათ, იმ სიტუაციიდან, სადაც თქვათ, საიდანაც ფულს ეძებდით, ხო, იმიტომ რომ აქ შეიძლება იყოს რთული სიტუაცია ფინანსური, მაგრამ თქვენ მაგას გაუმკლავდებით ყველა ვარიანტში, ყველა პრობლემა, რომელიც გააქვთ თქვენ ფინანსური, თქვენ მაგას გადალახავთ, იმიტომ რომ რაღაცა აი შეიძლება პატარა ნაბიჯებით, მაგრამ აუცილებლად აქ თქვენ ნახავთ გამოსავალს ყველა ვარიანტში რა, ანუ თითქოს აი ბევრი შეიძლება თქვათ, ქმედება ცოტა მოდაგჭირდებათ, ხო, თაქსა და მაგასაც და აბა კიდე ვნახოთ ახლა აქ. აქ როგორი მომენტი არის, იცით? აქ უბრალოდ გვეუბნებიან, რომ ხო, რაღაც სიტუაცია გაქვთ ისეთი, რომ აი აქ ცოტა უენერგიოთ იყავით, რა ვიცი, მაგრამ აი იცით როგორ ახართ? რაღაც გამოსავალს ნახავთ ყველა ვარიანტში რა. ანუ თითქოს როგორ არის, იცით, აი ენერგიებს შეცვლით თქვენ რა და რაღაც მიხვდებით თქვენ, რომ აი ვიღაცა აიღებს პასუხისმგებლობას სხვათა შორის თავის თავზე, გინდას ფინანსებზე რა და აღარავისი იმედი აღარაფერს, არ იქნება რა, მიხვდება რა, თუ რამე მჭირდება, ხო, მე თვითონ უნდა ყველანაირად ეს სიტუაციები, ჩემზე დამოკიდებული ყველაფერი თუნდაც გამიგეთ, აი ეგეთი რაღაცა არის რა.
მაგრამ საბოლოოდ ძალიან გაგეხარდებათ. ეთყობა აქ რაღაცა გექნებათ თავიდან ცოტა ისეთი არეულობა, მაგრამ იმიტომ თქვი რომ ეს რთული პერიოდი რაღაცა დასრულდება, იმიტომ რომ აქაც ახლა აი თქვენი ენერგიობა თქვა შეიძლება არ გჯეროდეთ უკვე დაუშვოთ რომ აი ეს ანუ რამე თანხას თუ ელოდებოდეთ, გამიგეთ, მაგრამ აი აქ ყველა ვარიანტში ან დაუშვოთ ნახეთ ვიღაცას ახლა ვისაც უნდა თქვა სწავლა, ხო? და ფიქრობთ რომ აქ ფულიზე გვაქვს ლაპარაკი, რომ შეიძლება ფიქრობთ რომ რა ვქნა მინდა, მაგრამ ფული არა მაქვს, ხო რა გავაკეთო, სად ვიშოვო ეს ფული. აი აქ თქვენ შეცვლით თუ არა მიდგომას, აი თქვათ ახლა ნუ აი ზუსტად ეს ბავშვური ენერგიაში რომ შეხვალთ, ხო, რომ მე მაგ ჩემთვის შეიძლება ყველაფერი, ხო? და უკვე აი გაუშვოთ თქვენს იმას ფიქრებს და ნერვიულობას, ეგრევე აქ თითქოს აი მაღალი ძალების შემოგხედავენ და გეტყვენ და შენ დაიმსახურე, შენ ეს გაკვეთილი გაიარე და ნამდვილად გაგეხარდება და შენ სულს გაუხარდება. აქ თქვენ რაღაცას გადალახავთ, თქვენში რაღაც უფრო ისეთ ენერგიებში შეხვალთ, სადაც აი მიხვდებით, რომ ნუ ზუსტად აი იმას, რასაც მე სულ გასწავლეთ თქვენ ტრენინგებზე რა, რომ აი ეს მდგომარეობა, შინაგანი მდგომარეობა უნდა შეცვალოთ რა და ნამდვილად, ნუ არ უნდა ჩაიკეტოთ და აქ რაღაცა გავგეხარდება ძალიან. ნუ რჩევა რა არის? აი რჩევა ზუსტად ეს არის, რომ შეცვალე შენი მიდგომა, გამიგეთ? შეცვალე. იმით დატოვო ეს წარსულში შენი ახლა ფიქრები ფულიზე როგორც შენ ფიქრობდე და დაიწყეს სხვანაირად ფიქრი, ხო? ნუ მერყეობ, ნუ ხარ, ანუ დღეს მე მჯერა, ხვალ არ მჯერა, დღეს ვიცი რომ ასე იქნება, შეცვალე, აი როცა ნახეთ ჩამოყალიბდი, იმიტომ რომ შენ თუ და აქაც ნახა ძალიან ტრანსფორმაცია მოვა აქ რაღაცა თქვენთან უეჭველი რა. რაღაცას ძალიან კარგად გაიგებთ თქვენ და სამყარო თითქოს გაგიხსნის თქვენ კარებს რა, იმიტომ რაღაცაზე რომ ნერვიულობთ თქვენ, აი ეს არის რომ უნდა ჩამოვყალიბდე, რომ მე ან მჯერა, ან არ მჯერა, მე ან ძველი პროგრამებით ცხოვრობ, ან ახალი პროგრამებში გადავდება რა. როცა შენ მერყეობ, ხან დღეს კი მე მჯერა რომ ყველაფერი არის თქვათ ახლა გადავდება რომ ახალ რეალობაში, სადაც ახლა სხვანაირად მუშაობენ ვიბრაციები და მე ვიცი რომ მე ვარ და მე მაქვს და ეს ტექნიკები. ნუ ამაზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ჩემთან ხარ და ჩემს გაშლას უყურებთ, ხო? და ახლა მე სულ ერთი და იგივეზე ვლაპარაკობ და ვილაპარაკებ კიდევაც რა. და აი ზუსტად აი აქ ახლა შეგეცვლებათ თქვენ კი, შეგეცვლებათ გამოხვალ თქვენ აი იმ ძველი პროგრამა უეჭველი მიხვდებით რომ აღარ მუშაობს ეს ძველი პროგრამები. არ მუშაობს და როცა აი ძალიან მყარად დადგებით, მიიღებთ გადაწყვეტილებას, მოერევეთ ყველაფერს და რა იქნება მე რას გვეუბნებიან და აი ახალი თქვენი გზა. ახალი გზა და ფულსაც მიიღებთ. ანუ აქ გეუბნებით, აქ უნდა შეცვალოთ თქვენი ისე რა შინაგანი მდგომარეობა. იმიტომ რომ აი შინაგანი საუბრები, როგორც რასაც ლაპარაკობთ ხოლმე, რომ დღეს მჯერა, ხვალ არ მჯერა. გამიგეთ, აი გააკონტროლეთ თქვენი შინაგანი საუბრები და როცა შეცვლით, ეგრევე გაგეხსნება თქვენ ახლა თქვენი პენტაკლების ტუზი, აქაც და აქაც, ხო ხვდებით რა? აი ეს არის, რომ უბრალოდ ნუ ატყუებთ თავს, გამიგეთ? იმიტომ რომ თქვენ მახეში თვითონ ხვდებით რა, იმიტომ რომ აი ეს, ნუ რაც ვთქვი ახლა აღარ გავიმეორებ. კარგი. ურთიერთობაში ვნახოთ რა ხდება. ნუ ურთიერთობაში შემიძლია გითხრათ, რომ აი აქ არის როგორი მომენტი. აქ თითქოს თქვენი ურთიერთობა, აი აქაც ნახეთ როგორ ეგრევე გვაჩვენა ჩვენ ტარო. აქ რაღაცა ცვლილებები გელოდებათ, ან ძალიან დიდი ცვლილებები გელოდებათ ურთიერთობაში. შეიძლება რამე ისეთი საუბარი იქნება მნიშვნელოვანი, აი დაუშვოთ თქვენს ფასეულობებზე. თქვენ აქ შეიძლება ხა დაუშვოთ სხვაობაც გაქვთ თქვენ რამე, მაგრამ აი ამ სხვაობაზეც ლაპარაკებთ, იმიტომ რომ სხვაობა შეიძლება იყოს ასაკში, შეიძლება იყოს უბრალოდ თქვენს აზროვნებაში, მაგრამ თითქოს რაღაცას თქვენ აი რის გაგებაც გინდოდა თქვათ რომ პარტნიორს რო გაიგო, აი ამას თქვენ გააგებინებთ უეჭველეთ თქვენს პარტნიორს ყველა ვარიანტში, კი. იმიტომ რომ აქ იყო შეიძლება გაუგებრობა, მაგრამ თქვენ ამ გაუგებრობიდან გამოდიხართ, ანუ რაღაცას აუხსნით, რაღაცას დაუმტკიცებთ სიტყვაზე, ხო? და სხვათა შორის დაფიქრდება თქვენი პარტნიორიც აი აქ, ნუ ნახეთ, აი არა ძალიან სერიოზული რაღაცა პერიოდი გაქვს, აი უსერიოზულესი რა. უსერიოზულესი რაღაცა ანუ იმიტომ რომ და ჯერ კოშკიც არის, ხო, რომ აი ეს რაღაცა ნახეთ
აქ რაღაცა ტრანსფორმაცია დაიწყება სხვათა შორის თქვენს პარტნიორში, იმიტომ რომ აი ეს მაგასთან იქნება, ნახეთ როგორი მომენტი. მიხვდება რა შეიძლება რომ რაღაც არასწორად იქცეო და მიხვდით და აი ცვლილება უდიდესი ცვლილება გელოდებათ კი აი დაელოდეთ ნახეთ აქაც ვარსკვლავი არის რა ცვლილება გეუბნებით რაღაცა ამ თქვენი აღიარება უდიდესი აი რაც დიდი ხანი შეიძლება თქვათ, ძვრა არ ქონდა, აი აქ მოხდება დააკვირდეთ რა უბრალოდ საჯარო გაშლა რო არის, ახლა არ მინდა ძალიან ჩაუღრმავდე, მაგრამ ნუ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც პერიოდი კი გელოდებათ რა. ძალიან რჩება თქვენ, აი ზუსტად რჩება ის, რომ აი მიეცეთ საშუალება რო თქვა და უშოთ თუ თქვენი მამაკაცი სიტყვაზე ან დადუნდება, ან გაჭუმდება, ან თქვათ ეხლა არ გამოხატავს რაღაც თავის ემოციებს, ან დაინახავთ თქვენ რომ დაუშვათ სადღაც, ნუ არ არის თქვათ არ ლაპარაკობთ. აი ეს არის თქვენი საკეთილდღეოდ, ცოდეთ რა ეს სიტუაცია. აუცილებლად რჩება ეს არის რომ ნუ მიეცეთ რა უფლება ადამიანს რომ ცოტა ხანი იყოს თავის ცხრიანებში. Так, კარგი სურვილი ალბათ ვაგისრულდებათ, ნახოთ ეხლა. თქვენი სურვილი ნახეთ, ეხლა აი ეს სურვილი მოიცადეთ, საინტერესოა. აქ რაღაცა ეტყობა დიდი ხანი ამაზე თქვენ ფიქრობთ, ხო? იმიტომ რომ აქ არის რაღაცა არა, გაგეხარდებათ, იმიტომ რომ კი, აუცილებლად გაგეხარდებათ, იმიტომ რომ აქ რაღაცა, ნახეთ, ცოტა ეს უფრო იქნება იმათვის, ვინც მართლა ფიქრობს, რომ აი ეს არის ძნელი, აი არ შესრულდება, არ მჯერა, აი ეგეთ რაღაცები რა. აი აუცილებლად, აი თქვენ ნახავთ თქვენ სამყარო დაგემტკიცებს, რომ აი რომ აუცილებლად უნდა აგისრულდეს ეს სიტუაცია და არაფერი სირთულე არ არის, სირთულე ყველაფერი თავში გვაქვს, ხო? და ნამდვილად რა, ნამდვილად აქ თუ დაუშვათ თქვენ ურთიერთობაზე, ფიქრობდეთ დასრულდება თქვენი რთული პერიოდი და თქვენი საყვარელი ადამიანი მოვა თქვენთან სიყვარულით. თუ დაუშვათ თქვენ ფიქრობდეთ, ნუ იჯეკეთ მარტო დიდი ხანი და არ გქონდათ ურთიერთობა, აქ ადამიანი მოვა თქვენთან დიდი სიყვარულით. კი, სურვილი სასრულება 100%-იანი იქნება, იმიტომ რომ კი, თქვენ უკვე ამაზე დიდ ხანს უკვე კიდევაც სთხოვდით, კიდევაც ფიქრობდით და ნამდვილად უკვე სურვილიც აგისრულდება, რასაც მე თქვენ გისურვებთ.